მყუდრო მანქანების კომპანია მანქანებს იაპონიასა და ვიეტნამში აგზავნის. მომავალ ტეთოში იაპონიაში გასაგზავნილი მანქანების რაოდენობა მოდელირებულია ფუნქციით, აი ამით და JT უდრის 2 ხარისხად ეს. მომავალ ტეთოში ვიეტნამში გასაგზავნილი მანქანების რაოდენობა კი მოდელირებული არის აი ამ ფუნქციით. ეს არის JT უდრის 2 T კვადრატს. რომელი ქვეყანა მიიღებს მეტ მანქანას მყუდრო მანქანების კომპანიისგან 5 თვის შემდეგ. მოდი უცებ ვნახოთ. ესე იგი, პირველი იქნება ასეთი რაღაცა. პირველი, სხვადასხვა ეს მირჩევნია აღნიშნო სხვა რამით აქ 2J დამაბნევს, ამიტომ VT იყოს მეორე. ესე იგი, JT რა იქნება? JT, ოღონდ T-ს ბარემ გვეუბნებიან რომ 5 თვე არისო, ხო? J 5-ის იქნება 2 ხარისხად 5, რაც უდრის 2 რაც არის 32. ხოლო VT V5-ის, ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ 5 თვე გვაინტერესებს, იქნება 2 გამრავლებული 5-ის კვადრატზე, იმიტომ რომ აქ ფუნქცია ესეთია, რომ T არის ჩასასმელი ასე. და ეს რა გამოდის? ეს გამოდის 2 25, რაც არის 50. ესე იგი, გამოდის რომ პირველ შემთხვევაში პრინციპში აქ V მართლა უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ იაპონია და ვიეტნამი, ხო? J რატო ეწერა არ ვიცი. პასუხი იქნება პირველი შემთხვევაში ვიეტნამი. ვიეტნამი მიიღებს უფრო მეტ მანქანას 5 თვის შემდეგ. ახლა ვნახოთ, მოდი 7 თვის შემდეგ რა ხდება. ესე იგი, 7 თვის შემდეგაც იგივე არის თუ არა სურათი. J7 არის, 2 ხარისხად 7 და ჩვენ ხომ ვნახეთ რომ 2 ხარისხად 5 32 იყო. ამიტომ პრაქტიკულად არის 2 ხარისხად 7, რაც იგივე რაც 32 გამრავლებული 2 ხარისხად 2-ზე კიდევ, ხო? რაც არის 32 ჯერ 4, რაც არის 128. ესე იგი, 128-მდე ავიდა უკვე 7 თვის შემდეგ J, ანუ იაპონიაში გაგზავნილი მანქანების რაოდენობა. ახლა ვიეტნამი ვნახოთ. ვიეტნამი, ანუ V7 იქნება 2 გამრავლებული, ამ შემთხვევაში 7-ის კვადრატზე. და 7-ის კვადრატი რა არის? 7-ის კვადრატი არის 49, ანუ მაქვს 2 ჯერ 49, რაც უდრის 98. ესე იგი, 7 თვის მერე უკვე იაპონიაში უფრო მეტი მანქანა იგზავნება. ანუ აქ უკვე იაპონიაა პასუხი. იაპონია. ესე იგი, აღმოჩნდა რომ ხარისხიანი ანუ მაჩვენებლიანი ფუნქცია თავიდან კი დაიწყო ნელა, მაგრამ მერე უცებ გაასწრო ამ კვადრატულ ფუნქციას და შემდეგი კითხვა, განაგრძობს თუ არა ქვეყანა რომელსაც 7 თვის შემდეგ მეტი მანქანა მიიღო, მეტი მანქანის მიღებას მომავალ თვეებში ცხადია განაგრძობს, იმიტომ რომ მაჩვენებლიანი ფუნქცია საოცარი ძალიან დიდი სისწრაფით იზრდება და ძალიან აჭარბებს კვადრატულ ფუნქციას. აი შეგვიძლია კიდევ 1-2 წერტილიც ვნახოთ მაგალითად, აი უცებ რომ განვიხილოთ, თქვათ J8 რას უდრის? J8 იქნება უბრალოდ 2 ხარისხად 8 და 2 ხარისხად 8 არის, 2 ხარისხად 7 თუ იყო 128, 2 ხარისხად 8 იქნება 256. და ამ დროს V7 იქნება 2 გამრავლებული 8-ის კვადრატზე, რაც არის 128. ანუ უკვე 2 ჯერ მეტი გამოდის 8 თვის შემდეგ იაპონიაში გაგზავნილი. შემდეგ კიდევ რომ ვნახოთ, თქვათ J9 რომ ვნახოთ. ეს იქნება 2 ხარისხად 9, რაც არის 512, ანუ ორმაგდება ყოველ ჯერზე და ამ დროს V რა არის? V9 არის 2 გამრავლებული 9-ის კვადრატზე. ანუ 2 ჯერ 81. 2 ჯერ 81 არის 162. ანუ ძლივს იმატებს უკვე ეს და ეს ორმაგდება. ხა სხვაგვარად კიდევ შემეძლო მეჩვენებინა უბრალოდ აღარ გამიკეთებია მაგდენი, შემეძლო ამეგო თქვენთვის უბრალოდ გრაფიკი. ერთი რომ იყოს თქვათ კვადრატული და მეორე რომ იყოს მაჩვენებლიანი. ეხლა არა ვაგებ მკაცრად გრაფიკს, უბრალოდ დაახლოებით გაჩვენებთ რა სახის ცვლილებებს გადის ერთი და მეორე. კვადრატული თავიდან იწყება თითქოს სწრაფად, მაგრამ სიამდვილეში ეს თუ არის კვადრატული მაგალითად, აი ასე თუ იზრდება კვადრატული, ხო? მაშინ მაჩვენებლიანი, რომელიც თავიდან ცოტა აგვიანებს და არც ვიცი ახლა კარგად როგორ დავხაზო ეს, მაგრამ მაჩვენებლიანი, რომელიც თავიდან ცოტა აგვიანებს და ნაკლებია თავიდან დასაწყისი. აი ისე უნდა გავაკეთო, რომ ნაკლები იყოს. თავიდან ნაკლებია, ცოტა ქვემოთ და მერე უცებ, არა, კიდე არ მაწყობს. დაახლოებით ასე და მერე უცებ ძალიან სწრაფად იზრდება. ანუ ეს წითელი რომ იყოს მაჩვენებლიანი და ეს სტაფილოსფერო რომ იყოს კვადრატული, ეს იქნება და სწორი და რომ გაგვეგრძელებინა, რაც უფრო შორს წავიდოდით, მით უფრო დაეტყობა და სხვა, იმიტომ რომ ეს კიდე უფრო სწრაფი გამომივიდა, სწრაფად მზრდადი, ესეთიც არ უნდა იყოს. ამ დროს ექსპონენციალური ძალიან სწრაფად იზრდება, ძალიან სწრაფად. არ ვიცი ეს ახლა რამდენად გეხმარებათ რამეში, უბრალოდ ზოგადი ხასიათი რომ დაგანახოთ კვადრატულების და ექსპონენციალურების, ანუ მაჩვენებლიანი ფუნქციების, წითლები ანუ მაჩვენებლიანები ძალიან სწრაფად იზრდებიან, მაგრამ თავიდან ჯობნიან კვადრატულები და მე უკვე აგრძელებენ ნელ სვლას, როცა ამ დროს ეს პირდაპირ რაკეტასავით ადის ზემოთ.